გამარჯობა, მოგესალმებით, ეს არის ბოლო სიტყვა, მორიგ ეპიზოდს წერთ ძალიან საინტერესო და ძალიან ცხელ დროს. თავშივე ვიტყვი რომ უეჭველი უნდა უყუროთ ბოლომდე, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან საინტერესო ჩართვა გვექნება, არაერთი ჩართვა პრინციპში. რაც უნდა გამოვარჩიოთ არის ის რომ ისრაელი გვეყოლება ისევ ხაზზე, მიხეილ ხეცოიძეა ჩვენთან ერთად. თაბარ ნუცუბიძე ტრადიციულად ყავს ბრიუსელში და გვერდება ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან. გიორგი ცხვიტავას წესთაქ უნდა იჯდეს ახლა, მაგრამ გიორგიც არ არის ქვეყანაში და გიორგიც ამჯერად გვერდდება online. პირველ რიგში გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი, საკმაოდ კარგია ტენდენცია, იზრდება და ასევე იზრდება მაჩვენებელი რეგულარული მაყურებლების, რაც მე ძალიან მახარებს და საჭირო დროა ალბათ იმისთვის და ყველა ხვდებით ამას, რომ ახლა სწორ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავერკვეთ სად ვართ. იმ დუღილში, რა დუღილშიც ჩვენ ვართ, თან ამ ყველაფერს ახლავს ბევრი დეზინფორმაცია, ამ ყველაფერს ახლავს პოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული ნარატივები, რომლებსაც ქმნიან განსაკუთრებით საქართველოში და ბევრისთვის ალბათ დამეთანხმებით, რომ რთულია ნავიგაცია ამ პირობებში. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ ფაქტებზე, ვისაუბრებთ შეფასებებით და ვეცდებით რომ გავერკვეთ რა მდგომარეობაშია ახლა პროცესი, რა ეტაპზეა და ჩვენ რა საფრთხეები გვემუქრება ამ ხრივაც ალბათ გვექნება საუბარი. რატი? გამარჯობა, მოგესალმებით, მეც მოგიწოდებთ გამოგვიწეროთ და გვალაიქოთ, იაქტიროთ კომენტარებში. მადლობა ხალხს რომ ერთად ვართ ისევ და პრინციპში პირდაპირ გადავიდეთ მიშასთან, იმიტომ რომ რა დროს მოუწევს თავშესაფარში დაბრუნება, არ ვიცით, საღამო მშვიდობის, გაგვიახლა ინფორმაცია რა მდგომარეობაში ხართ და რამე განსაკუთრებული ნარატივები ხომ არ არის ისრაელიდან, რაც საჭიროებს დადასტურებას ან უარყოფას. გამარჯობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით. ცოტა ხნის წინ მოგვიწია თავშესაფრიდან ამოსვლა, ეს დღეს ახლა როდესაც ამ გადაცემას პოდკასტს ვწერთ, ომის მეხუთე დღეა ისრაელში და დღეს პირველად, მას შემდეგ რაც ომში ჩაერთო ოფიციალურად ლიბანში გამაგრებული ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა, პირველად მოახერხა ჰეზბოლამ, როდესაც 15 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გამოუშვა, ყოველ შემთხვევაში წინა მცდელობები, როდესაც ისრაელზე თავდასხმას ცდილობდა ჰეზბოლა, ერთი ან ორი უპილოტო საფრენი აპარატი იყო, ყველაზე მასშტაბური ზუსტად დაახლოებით 1 საათის წინ, როდესაც თავდასხმა განახორციელა ისრაელზე, მაშინ გამოუშვა, პასუხისმგებლობა სრულად ჰეზბოლამ აიღო. ისრაელში ფიქრობენ, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ შემთხვევაში თუ ირანი სუსტდება სარაკეტო თავდასხმების მხრივ და ყოველ შემთხვევაში აღარ არის ისეთი რაოდენობის თავდასხმა ისრაელზე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკვანძო კითხვა ჩემთვის შენთან მიხეილ, რომ შტატების ბოდიში რომ გაგაწყვეტინე, მაგრამ ძალიან საკვანძო რამე ახსენე. შტატების გენშტაბი, ცენტრალური სარდლობა ამბობდა დღეს ბოლო აპდეიტი რაც ჰქონდათ, რომ სადაც 86%-ით იკლო პირველ დღესთან შედარებით. რამდენად იგრძნობა ეს მანდ და ის კონტექსტი არ დავკარგოთ, რაზეც საუბრობდი, რომ პარალელურად თქვათ იქიდან ჰეზბოლა ხომ არ ჩაანაცვლა ჰეზბოლამ ან რაღაც სხვა მიმართულებები და ანუ რეალობა არის შენ როგორ აღიქვა მაგ ამბავს რომ მართლაც შემცირდა ეს დარტყმები თუ არა ვთქვათ. აი დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ომის მეხუთე დღეს ფაქტობრივად ჰეზბოლა ანაცვლებს ირანს თავდასხმების კუთხით, მაგრამ აქაც თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, როდესაც ომი არ იყო დაწყებული და მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია რომ ლიბანში ჰეზბოლასთან სამხედრო კოორდინაციას გადიან ისრაელის სამხედროები, ალ-არაბიამ გაავრცელა, მაშინ ჯერ ომი კიდე არ იყო დაწყებული, როდესაც ჰეზბოლა ირანელ სამხედროებთან ერთად სტრატეგიულად გეგმავდა სავარაუდოდ ისრაელზე თავდასხმას და ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰეზბოლა ამ თავდასხმას გეგმავდა და მომზადებულიც შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჯარს, არმიას ახლა დიდი უპირატესობა აქვს და ჰეზბოლას კონტროლირებად ტერიტორიებს იკავებს და შევიდა უკვე ლიბანში, მიუხედავად ამისა, ლიბანიდან ჰეზბოლამ დღეს, მაგალითად ომის მეხუთე დღეს, ყველაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ირანზე. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა
გამოიყენეს რკინის სხივი, ლაზერული თავდაცვითი სისტემა, რომელიც 2025 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. პირველი შემთხვევაა და სხვა შორის რკინის გუმბათთან ერთად თუ ირანიდან გამოსული რაკეტებს რკინის გუმბათი იგერიებს, აღმოჩნდა რომ წარმატებით ჰეზბოლადან გამოსული რაკეტებს ახალი თავდაცვის სისტემა რკინის სხივი იგერიებს. ყოველ შემთხვევაში ჰეზბოლადან გამოსული რაკეტების რაოდენობა ყოველჯერ იზრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირანიდან მოსალოდნელი საფრთხე შემცირდა ან გაქრა. მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით ომის მეხუთე დღესაც 7ჯერ განხორციელდა ისრაელზე თავდასხმა ირანიდან. ყოველ შემთხვევაში რაოდენობა სარაკეტო თავდასხმების ყოველდღიურად მცირდება და ამას მოწმობს ამერიკული მაღალჩინოსნების, სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებაც, რომ 80%-ზე მეტად შემცირდა თავდასხმები ირანიდან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისრაელს საფრთხე არ ემუქრება. ბოლო განცხადება, უცებად მნიშვნელოვანი განცხადება, ახლა ისრაელის ძალის სამიზნე უნდა გახდეს წესით ლოგიკა, სამხედრო და ომის ლოგიკა ამას მოითხოვს, რომ ლიბანში ირანის საელჩო, მაგრამ გავრცელდა განცხადებები, რომ იმ შემთხვევაში თუ იცალენ ირან სარაკეტო დარტყმას განახორციელებს ლიბანში ირანის საელჩოზე, ამ შემთხვევაში ირანის სამიზნე გახდება სამეზობლოში ყველგან ისრაელის საელჩოები და ამ ლოგიკას დაუკავშირეს ზუსტად თავდასხმა, სარაკეტო თავდასხმა რამდენად იყო არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ნამსხვრევები ჩამოვარდა თურქეთის ტერიტორიაზე. ახლა ისრაელში საუბრობენ, რომ იმისათვის, რომ ჰეზბოლადან შემცირდეს სარაკეტო თავდასხმები, ყოველ შემთხვევაში ლიბანში უნდა განადგურდეს ირანული სამეთვალყურეო კოორდინაციის საბჭო, რომელზეც დიდი ალბათობით ეს ირანულ სამხედროთან ერთად კოორდინაციით ახორციელებს ჰეზბოლა. კი ბატონო, რატომ ვახსენე თავშივე ცრუ ნარატივები, ახლა ავხსნი და მინდა ერთი კითხვა დაგისვა ამის პარალელურად. მუსირებს ესეთი, ცდილობენ ესეთი პროპაგანდისტული ხაზი განავითარონ, რომ აი ხომ ამბობდნენ, რომ ისრაელის რკინის გუმბათი უძლებელია და ის ურყევია და ის ვერ იცავს რეალურად და აგერ ხო ხედავთ, რომ როგორი შეტევები ხორციელდება. ამას ახლავს თან ერთ-ერთი ესეთი ხაზი, რომ ხომ ხედავთ, როგორ ურტყამენ აქტიურად ამერიკულ ბაზებს რეგიონში და ვერავინაც ვერ უშლის ამ ყველაფერს ხელს. ანუ მეორე რეალობა გვაქვს იმის პარალელურად, რასაც აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები და რასაც აცხადებს CENTCOM-ი, ხო? ანუ პარალელური რეალობა. არ ვიცი ვინ ავითარებს და ვინ უდგას ამ ყველაფერს სათავეში. მათ შორის საქართველოში, მე საქართველოზე მაქვს ამ შემთხვევაში აქცენტი, ყველა ესეთი ექსპერიმენტი ხო პირველ რიგში ჩვენთან ტარდება ხოლმე. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ნარატივები მოძრაობს რა, ესე მუსირებს. მინდა განმარტო, რა ვიცი, თუ გინდათ ჩვენს გავმარტოთ და მიშასთანაც გადავიდეთ, რა არის რეალურად რკინის გუმბათი და უნდა აღვნიშნოთ აქვე, რომ ბალისტიკური რაკეტების შემთხვევაში მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რკინის გუმბათი სისტემა არ არის გათვლილი. ხო არის ასე. ანუ ამ სისტემაში მოიაზრება ფრთოსანი რაკეტების განეიტრალება და ეს კუსტარულად დამზადებული რაკეტების განეიტრალება, რომელიც ძირითადად ჰამასი და ჰეზბოლა იყენებდნენ მანამდეც ისრაელის ტერიტორიაზე. აი ამას მინდა რომ ხაზი გაუსვა, მიხეილ, ხომ ნამდვილად ასე არის, რასაც ახლა მე ვამბობ, შენს მოგვაწოდე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ზოგადად როგორ შეაფასებ ეფექტურობას, გასაგებია რომ მსხვერპლი უკვე არის ისრაელის ტერიტორიაზე, ეს ოფიციალურად დადასტურებული არის ხო, წინა დღეებში იყო ერთ-ერთ ქალაქს ესეთი მასობრივი ერიში, მაგრამ მთლიანობაში თქვათ რამდენად შეიძლება რომ ეფექტურობა შეფასდეს, როგორ შეფასდება ეფექტურობა თავდაცვის ნაწილში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2025 წლის ივნისში 12 დღიანი ომის დროს ირანთან ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრის მხრივ რკინის გუმბათი მუშაობდა, თუმცა იმ შემთხვევაში მაშინ დადასტურდა და მაშინ გამოიცადა ასე ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ რკინის გუმბათი, ეს ყველაზე მასიური გამოცდა მაშინ ქონდა რეალური გამოცდა. ამანაჩვენა რომ 2025 წლის ივნისში 12 დღიანი ომის დროს ისრაელში პირდაპირ ვარდნები ფიქსირდებოდა და არაერთი. ახლა ომის მეხუთე დღეს ისრაელის
საჰაერო თავდაცვითი სისტემები მუშაობენ ფაქტობრივად 99%-იანი სიზუსტით, არ მომხდარა ერთი შემთხვევის გარდა, არ მომხდარა პირდაპირი ვარდნა. აქვე დავუმატოთ იმასაც, რომ აი წაღან შემთხვევით არ ვახსენე რკინის ხილი, რომელსაც ახლა ისრაელის ცდის, რამდენად მუშაობს და რამდენად კარგად მუშაობს ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ რკინის ხილი, ამას უკვე ამ ომის შემდეგ სამხედრო ექსპერტები ალბათ შეაფასებენ. ყოველ შემთხვევაში ამ ომის შემთხვევაში მეხუთე დღეს რკინის გუმბათი და სხვა საჰაერო თავდაცვითი სისტემები შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით მუშაობენ, იმიტომ რომ 99%-იანი საჰაერო თავდაცვა აქვს ახლა ისრაელს და ასეთი მასიური სარაკეტო თავდასხმების დროს ფაქტობრივად არ არის ის მსხვერპლი, რაც თუნდაც ერთი დღის განმავლობაში ჰქონდა 12 დღიანი ომის დროს. ახლა ისრაელის მხარეს 10-ზე მეტი გარდაცვლილი ყავს, აქვე უნდა დავადასტუროთ, რომ ეს არ ყოფილა პირდაპირი ვარდნის შედეგად, უმეტესობა პირველ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცნობილი იყო და ისრაელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული წურვები, რომლებიც არ იყო გათვლილი რაკეტები, რომლებიც არ იყო გათვლილი მიზანში მოსახვედრად, ირანიდან გამოსვლილი რაკეტები, ეს მეტწილად გათვლილი იყო იმისთვის, რომ უფრო მეტი მსხვერპლი გამოეწვია და როდესაც რკინის გუმბათი ან სხვა საჰაერო სისტემები ანადგურებდნენ ჰაერში, რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე ცვიოდა დიდი ზომის რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც კასეტურზე არის საუბარი? კასეტურზე არის საუბარი. ყოველ შემთხვევაში ეს უნდა დაადასტურონ ერთი კვირის ორი კვირის შემდეგ სამხედრო ექსპერტებმა, ყოველ შემთხვევაში ყველა ასეთი ნატეხი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, ეს ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, თუმცა ოფიციალურად ისრაელის ექსპერტიზას არ დაუდასტურებია ჯერ, ყოველ შემთხვევაში მედიაში კი ვრცელდება და სამხედროები საუბრობენ, თუმცა ეს ექსპერტიზა უნდა დაადასტუროს, გამოიყენა თუ არა კასეტური ბომბები ირანმა ისრაელის წინააღმდეგ. რაც შეეხება კითხვას, რომ დავასრულო, ისრაელის თავდაცვა, რკინის გუმბათი, რკინის ხივი და ასე შემდეგ სხვა საჰაერო თავდაცვითი სისტემები, რომელსაც ისრაელი იყენებს თავდასხმის დროს, 99%-იანი წარმატებით მუშაობს. კარგი, მადლობა. ამ დავამატოთ უბრალოდ ეს ინფორმაციები, რომ რკინის გუმბათს რას დავარქმევთ? ხო, თუ იმ კონკრეტულ სისტემას ვარქმევთ, რომელიც ლეგენდარულია და ვიცით და ესე გაგვიგია, რა თქმა უნდა, ის შექმნილია სხვა საფრთხის წინააღმდეგ, რა საფრთხის წინააღმდეგაც არის შექმნილი, იმ საფრთხის წინააღმდეგ 100%-იანად მუშაობენ, 100% გადაჭარბებული, ეს ხედავთ, თუმცა ძალიან მაგრა მუშაობს და მაგიტომაც არის ლეგენდარული, რომ იმ სისტემების წინააღმდეგ არის. გარდა ამისა, ისრაელს აქვს დავითის შურდული და ის არის, რომელიც უკვე ბალისტიკაზე და სხვა ტიპის რაკეტებზე მუშაობს. შესაბამისად, კი, რა თქმა უნდა, გაძრვა რამდენიმე რაკეტა, ჩვენ ახლა შეიძლება თქვი, მაგ პროპაგანდას რა აჭმევს პულს, ხო? ჩვენ ნახეთ დაცემები არაერთი, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების, როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ყურის სხვა ქვეყნებში, ძირითადად გაერთიანებულ საემიროებში, ყველაზე მეტი რაც ესე გავრცელებული იყო იქ დაეცა, ძირითადად ამერიკულ ბაზებს, თუმცა აქ მეორე საკითხი ის არის, რომ ეს ამერიკული ბაზები პრაქტიკულად დაცლილი იყო და ასე ვთქვათ, დარაჯების უხეშად რო ვთქვათ, დონეზე იყო დარჩენილი, მიუხედავად ამისა, მსხვერპლი მაინც არის, იმიტომ რომ ახლა ჩვენ რასაც თვალყურს ვადევნებთ, პრაქტიკულად გამოდის, რომ ირანი ისრაელის ყველა მიმართულებით რაც გააჩნია, ყველაფერს ყველა მიმართულებით, რაც კი რაღაც სამიზნე წარმოუდგენია, გარდა ამისა, ცხადია ძირითადი სამიზნე მაინც ისრაელი რჩება, როგორც ეგზისტენციალური მტერია, ასე ვთქვათ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ხედავთ აი ამ რაკეტების მოხვედრას, უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც 100%-იანი შედეგით დაგიცავს, იმიტომ რომ ასეთი რამე ყოველ შემთხვევაში ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. შესაბამისად, კი, ეს მსუყე პროპაგანდა ნამდვილად არის, რომ აი მაგრამ ეს ემსახურება ეგ პროპაგანდა ჩემი აზრით ხალხო იმას რომ შეიქმნას ესეთი წარმოდგენა რომ ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო ჩაითრიეს მესამე მსოფლიო ომში რაც არის ჩემი დაკვირვებით არ ვიცი თქვენს დამეთანხმებით თუ არა ერთ-ერთი მთავარი მცდელობა ამ დროისთვის ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის იმიტომ რომ მათი მე რასაც ვაკვირდები ორი მთავარი ამოცანა ჰქონდათ რა პირველ ეტაპზე ეს იყო რომ პრევენციისთვის რეგიონის ქვეყნები განეწყოთ რომ ეს ზეწოლა მოეხდინათ შეერთებულ შტატებზე და ისრაელზე რომ არ დაეწყო ეს ოპერაცია და ეს თვითგადარჩენას უკავშირდებოდა და ახლა მათ შორის ეს დარტყმები მათ შორის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა უკავშირდება იმას რომ პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი გახდეს საფუძველი იმის და ერთგვარად პირდაპირ თქვათ მოდი რა ანუ მე ჩემი სიტყვები არ არის ბევრი შეფასება მოვისმინე ასეთი რომ ეს არის
არის ტერორისტული ტაქტიკა თავდაცვის და არ არის ეს რაღაც ღირსეული თავდაცვა ბრჭყალებში ქვეყნის რა. ანუ ესეთი შეფასებები ისმის, რასაც მე ვეთანხმები. ანუ ვინმე მეთანხმებით თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სხვა არაფერი არ ქვია, მაგალითად იმას, რომ ახსენა მიშამ, მიტანილი არის იერიშები ისრაელის მხრიდან სამხედრო ობიექტებზე და საპირისპირო მხარეს ჩვენ ხედავთ იგივე ბურჯ ხალიფას ცნობილი კადრები, რაც ისტორიას დარჩება ალბათ, სამოქალაქო ობიექტები, აეროპორტები და სასტუმროები, სქსელები, ანუ არის ამოღებული სამიზნეში და ჰორმუზის სრუტეზე რა ვიცი თავაზობთ რომ განვავრცოთ ეს თემა, რას ემსახურება ეს ყველაფერი. ჩემი აზრით ეგ არის ხო აი ტერორის მომენტი და ამას უკავშირდება შემდეგ ეს ნარატივებიც, რომ აი მესამე მსოფლიო ომში ითრევენ სამყაროს. რეალურად ეხა ვისაც მეტნაკლებად რაღაცა გაიგება, ხვდება რომ ორი შაჰიდის დრონის პირობითად ჩამოვარდნით არ ნიშნავს, რომ აი ჩამოაქცია ირანმა იქ გარშემო ქვეყნები. მან ახლა როგორი ამბავია ჩემი აზრით და მე თქვენც რო განარჩოთ ომი ზოგადად ისეთი ცინიკური რამეა, რომ მან რაღაცა ღირსეულ მოქმედებაზე ცოტა ისეთი არ გამოვა საუბარი, თუმცა თავისთავად აი ისრაელის მე თუ უფრო რომ აი ისრაელს არა ირანის აი ეს ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებებიდან რაღაცა ღირსეული ქმედების მოლოდინი ცოტა არ არის რეალისტური იქნებოდა დანარჩენი სამყაროსთვის თუ კი ამას ელოდებოდნენ. არა, ეს არ იყო რომ ელოდებოდნენ უფრო აი შედარებისთვის. უბრალოდ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის მიტანაზე მინდა მაინც მიშასგანაც გადავამოწმოთ ჩვენ ნახეთ ხო ეს კადრი სადაც თეირანში სკოლას დაეცა 163 მცირეწლოვან მსხვერპლზე არის საუბარი. აქ იყო ძალიან აქრა, ხო, მათ შორის საქართველოს ბაზარზეც, მედია ბაზარზეც არის ძალიან ბევრი სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით. ხომ არ არის რამე სიახლე ცნობილი, მე ბოლოს რაც ვნახე, იყო რუბიოს განმარტება, რომ იქ უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება, რომ გავარკვიოთ რა მოხდა. რუსებისგან განსხვავებით არ დაუწყია რუბიოს, რომ ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია და დადგმული სცენა იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მან თქვა, რომ სამწუხარო ფაქტია და გამოძიება საჭიროებს რა მოხდა, თუმცა მეორე მხრივ ირანის ხელისუფლება ამ შემთხვევაში საუბარი ისლამურ რესპუბლიკის აი ამ ხალხზე არაძლევს საშუალებას საერთაშორისო ორგანიზაციებს ამის გამოძიების. ისრაელში ხომ არ გაქვთ მეტი ინფორმაცია ამ კონკრეტულ ფაქტზე, ხომ არ არის რაიმე ისეთი ამბავი, რაც აი ამ წნეხს და აი ამ პროპაგანდას უპასუხებდა. ყოველ შემთხვევაში ახლა ისრაელში აკრედიტებული ჟურნალისტი ვარ და ჩემგან არალოგიკური იქნება საუბარი ვისაუბრო იმ ტრაგედიაზე, რაც ირანში მოხდა, მაშინ როდესაც 2 დღის წინ 3 არასრულწლოვანი მსხვერპლა ისრაელში ირანულმა რაკეტებმა პირდაპირ მოხვედრის დროს ახლა ისრაელში ამ ტრაგედიაზე ვსაუბრობთ და რთულია ირანში გარდაცვლილებზე ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში არა მხოლოდ რთული, უბრალოდ ჩვენ ისრაელში თანამოქალაქეები ყავს დაკარგული და ასეთ დროს ამ დროს შეიძლება ჩემგან არალოგიკური იყოს ამაზე საუბარი და მოგვიანებით როდესაც ეს ომი დასრულდება ვისაუბროთ ამ თემაზე. უბრალოდ ახლა ზუსტად ვიცი რომ ეს ვიდეო დარჩება YouTube-ში და სოციალურ ქსელში სავარაუდოდ ისტორიაზე და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი. თემას არ გადაუხო, უბრალოდ აღვნიშნავ ამას, რომ ახლა 2026 წლის მარტი არის და ისრაელის სამხედროები 6 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ ლიბანში. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც გვესმოდა, რომ ისრაელის უძლეველი არმია, ყოველ შემთხვევაში ისრაელში შიდა სამხედროები საუბრობდნენ, რომ ერთადერთი შეცდომა, რაც ისრაელმა სამხედრო თვალსაზრისით ბოლო რამდენიმე ათწლეულში დაუშვა, ეს იყო, როდესაც ლიბანიდან გამოვიდა და თუ სამხედრო ექსპერტების ლოგიკას დაუჭერებთ, ახლა ისრაელის სამხედროები მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს გადიან, ისინი უკვე შევიდნენ 6 კილომეტრის სიღრმეში და იგეგმება სამხედრო თვალსაზრისით ბუფერული ზონი შექმნა ლიბანში, ამიტომ ეს ისტორიული ფაქტი არ მინდოდა რომ აღნიშნვის გარეშე დარჩენილიყო, იმიტომ რომ გავადრო და ამ ვიდეოს სავარაუდოდ ნახავენ მომავალი თაობა და უნდა იცოდნენ, რომ ახლა 2026 წლის მარტში ისრაელის სამხედროები კვლავ იკავებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც დატოვეს დაახლოებით 26 წლის წინ. მე წავიკითხე თითქოს ეს დროებითი აქტია. ეს დროებითია თუ რა გათვლა ამაში, ესაც რომ განვარდოთ. ხო და ეს ანუ რას ნიშნავს ის რომ 6 კი. ხო, იცი რა მე მაინტერესებს მიშა ესეთი რამ რომ მოსახლეობის ინფორმირება როგორ რეჟიმში ხორციელდება ისრაელში აი ამ საომარი მოქმედებების დროს
ვინ არიან პასუხისმგებლები ამ ინფორმირებაზე და რა თქმა უნდა ის რომ ლიბანში უნდა შეიქმნას ბუფერული ზონა, ანუ ესეც რომ მოაქციო ასე ვთქვათ ამ ჩარჩოში და მე ბიჭო გეტყვით რა მიზანი აქვს ჩემ კითხვას ხო საბოლოო ჯამში. კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში ისრაელში სამხედრო ნარატივი და ომის ნარატივი მომდინარეობს ბენიამინ ნეთანიაჰუსგან, ისრაელის თავდაცვის მინისტრისგან, ისრაელ კაცისა და გენშტაბის ხელმძღვანელისგან, რომლებიც ძირითადად სპიკერები არიან აი ომის დროს და თითქმის ყოველდღიურად საზოგადოებას პირადად ხვდებიან სამხედროებს ბაზებზე პირადად მიდიან და პირადად ხვდებიან და მათგან ვისმენთ რომ აი ეს ჰეზბოლას ჰეზბოლამ უნდა შეწყვიტოს, უნდა განიარაღდეს და შეწყვიტოს არსებობა და უნდა დასრულდეს ისრაელისთვის საფრთხე სახელწოდებით ჰეზბოლა და ამის ლოგიკური გაგრძელება არის ის რომ მას შემდეგ რაც ჰეზბოლა გააქტიურდა ეს იყო 2000 წლების შემდეგ მას შემდეგ რაც ისრაელის არმიამ დატოვა ლიბანის სამხრეთ ნაწილი და ახლა თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ გეოპოლიტიკური ლიდერი ყოველ შემთხვევაში ასე მოიხსენებენ მას აქვს ამბიცია იმისა რომ ისტორიაში შევიდეს როგორც რეგიონში სიმშვიდის გარანტი ყოველ შემთხვევაში ისრაელს პრეზიდენტი მან უნდა მოახერხოს ჰამასის და ჰეზბოლას სრულად განიარაღება და ახლა სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ლოგიკურიც იყო და ყველა ელოდებოდა ყოველ შემთხვევაში ინფორმაციაც ჰქონდა და ეს არ არის სიურპრიზი, როდესაც ისრაელმა სამხედრო სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ლიბანში. თუ აქამდე სამხედრო სახმელეთო ოპერაცია დიდი ხმაურის მიზეზი იყო მედიაში, ლიბანში დაწყებული სამხედრო სახმელეთო ოპერაცია არ იყო მოულოდნელი საერთაშორისო მედიისთვისაც და ყოველ შემთხვევაში სამხედრო ნარატივი, სამხედრო მესეჯ ბოქსი ასეთია, რომ ისრაელი უნდა დაუბრუნდეს იმ ბუფერულ ზონას, რომელიც დატოვა 2000 წლის მაისში, რადგან ამ შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი ფარი იმისთვის, რომ ისრაელისთვის საფრთხე სახელწოდებით ჰეზბოლა მინიმუმ განიარაღდეს და ჰეზბოლამ აღარ წარმოადგინოს საფრთხე ისრაელისთვის. ზუსტად იგივე ლოგიკა, სამხედრო ლოგიკა მოქმედებს, ომის ლოგიკა მოქმედებს ღაზა სექტორში, როდესაც ყვითელი ზოლით შეაკავეს ჰამას. ერთი დაზუსტება მინდა, მიშა თუ შეიძლება ვკითხულობდი ინფორმაციას, რომ ლიბანის ხელისუფლება გაემიჯნა ჰეზბოლას. და თქვენს რომ ვიცით რა ისინი უნდა განიარაღდნენ და ისინი კონსტიტუციის მიღმა მოქმედებენო და რასთან გვაქვს საქმე შეგიძლია აგვიხსნა. ანუ რა ტიპის ურთიერთობები არის აი ამ დონეებს შორის და მათი მხრიდან რა მესიჯია ეს და რა მზაობა აქვთ რეალურად რომ იგივე ითანამშრომლონ ისრაელთან. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენ ამ გადაცემას ახლა ვწერთ და ისრაელის დროით 9 საათზე პირველად სხვა შორის აი ამ ომის დაწყების შემდეგ ჰეზბოლას ლიდერი კასემი უნდა გამოვიდეს პირდაპირ ეთერში და სავარაუდოდ უფრო მეც როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ რა გზავნილი ექნება ჰამას ზოგადად სოფლიოსთვის, აი მაშინ გავიგეთ, ყოველ შემთხვევაში ლიბანის პოზიცია უცვლელი რჩება, რომ უნდა მოახერხონ ისრაელთან კოორდინაცია ისე, რომ ჰამასი უნდა განიარაღდეს და ზოგადად ჰამას არავითარი პოლიტიკური და სამხედრო საქმიანობა აღარ უნდა შეეწყვეტოს. ჰეზბოლას უკაცრავად ჰეზბოლას ლიბანში, თუმცა უფრო მეც აი ამ მოლაპარაკებების უბრალოდ მესეჯ ბოქსების შემდეგ ჰეზბოლას ლიდერმა ჩანიშნა შეხვედრა ისრაელის დროით 9 საათზე და უფრო მეც სავარაუდოდ მაშინ მერე გავიგე. მიხეილ, მე ვიცი რომ შენ გიორგის ნოდა მეგონი მიშესთან რაღაცა და ხო, არა ვიდრე დაგემშვიდობები ერთი მე მინდოდა იმ კითხვის დასმა, რომ ესე იგი აი მოსახლეობის ინფორმირება როგორ რეჟიმში მიმდინარეობს საომარი მოქმედებების დროს. განსაკუთრებით ახლა, იმიტომ რომ ეს ბევრად განსხვავდება 12 დღიანი ომისგან, ბევრად განსხვავდება წინა ომებისგან. აქ გაცილებით მეტი მოთამაშეა ჩართული და აი ისრაელის ხელისუფლება რა რეჟიმში და როგორ ახდენს მოსახლეობის რაღაცა მოსახლეობისთვის აი ცნობების მიწოდებას და რაღაცა სიახლეების ანუ რა სიხშირით და რა სიხშირით ზოგადად როგორ მუშაობს ანუ აი ეს როგორ მუშაობს მოსახლეობის ინფორმირება საომარი მოქმედებების დროს ახლა ისრაელში ყოველ შემთხვევაში ახლა სრულიად სხვა სისტემა არის უსაფრთხოების და შიდა ფრონტის სარდლობას ახალი მეთოდი აქვს დიგიტალურ მართვაზე გადავიდნენ მოსახლეობის ინფორმირების ყველას ვისაც აქვს მობილური ტელეფონი ისრაელში და ასეთი დაახლოებით
13%-ია ბოლო ცნობებით. მოსახლეობა ტელეფონზე იღებს შეტყობინებას, არა შეტყობინების სახით, უბრალოდ ტელეფონზე ვერაფერს ვერ აკეთებ. როდესაც გოგალ უყურებ ვიდეოს ან კითხულობ ახალ ამბავს, ტელეფონი გატყობინებს სკრინზე, მთლიან სკრინზე, არაბულ ენაზე, რუსულ ენაზე, ინგლისურად და ივრითულად, რომ მოსალოდნელია საფრთხე. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს 12 წუთში, 12-დან 15 წუთში ჩაერთვება საჰაერო განგაშის სიგნალი, რომლის შემდეგაც საჰაერო განგაშის ჩართვის სიგნალიდან 5 წუთში მოსახლეობა უნდა გადავიდეს თავშესაფარში. უпростоრად, როდესაც მოსახლეობა იღებს ტელეფონზე შეტყობინებას, მან უნდა აქვს ლოგიკური დრო 12-15 წუთი, რომ მოძებნოს თავშესაფარი და გადავიდეს ამ თავშესაფარში. ეს არ იყო 12 დღიანი ომის დროს და შესაბამისად სავარაუდოდ ასეთ საუბრობენ ყოველ შემთხვევაში პროპაგანდისტული არხები ისრაელში ამაზე საუბრობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი წარმატება აქვს ამ შემთხვევაში ამ ომში ისრაელს, რომ დროულად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას და თითქმის ყოველ დღესაც დაახლოებით ძალიან ბევრჯერ ახლა როცა თქვენ გესაუბრებით შეტყობინება მოდის მეორე ტელეფონზე, არა ჩემს ლოკაციაზე ახლა თელ-ავივიდან, უბრალოდ ისრაელის ჩრდილოეთში ახლა ჰეზბოლა კვალახორციელებს და ჩრდილოეთში თუ რაიმე მობილური ტელეფონი არსებობს, ყველა სკრინზე მიდის შეტყობინება, რომ აქ 12 წუთი მოძებნო თავშესაფარი და გადავიდნენ. ყოველ შემთხვევაში ინფორმირების მხრივ ისრაელის ომის კაბინეტი განსხვავებულად ახალი მეთოდით და წარმატებით მუშაობს. მიშა, მადლობა. ერთი კითხვა მაქვს დარჩენილი, არ ვიცი თუ არ გაქვს სამის საშუალება შეგიძლია ეგრევე დაგვიმშვიდობო, თუ გაქვს დრო 2-3 წუთი დავუთმოთ ამ პასუხსაც თუ შეიძლება. მინდა კითხო ირანის მომავალზე, როგორ აღიქმება ირანის მომავალი ამ წუთას პოლიტიკურ დღის წესრიგში ისრაელში. მით უმეტეს ძალიან ცხელი თემაა ბოლო, ერთ-ერთი რაც უკავშირდება სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყებას და ქურთების ჩართულობას ამ საკითხში. ამაზე ძალიან მაინტერესებს რა დენათ თქვათ მოსალოდნელია ეგ სცენარი ისრაელის პერსპექტივიდან როგორ აღიქმება, ხო და ზოგადად რა ხდება ამ ოპერაციის შემდეგ ამაზე რას საუბრობენ, თუ თქვათ თურქეთზე განხორციელებული იერიშსაც ჩავატევთ რაღაცნაირად და ამასაც გამოეხმაურები, ძალიან საინტერესო იქნება ეგ თურქეთის ურთიერთობებში რა შეცვლის ირანს დღეს გაუშვეს, მაგრამ შენ ახსენე რომ ჩამოაგდეს გზაში. ბალისტიკური რაკეტა. შემთხვევაში რა გეგმები აქვს და რას ფიქრობენ ეს ამ ეტაპზე ესე ღიად არ ხმაურდება, შეგვიძლია მაღალი თანამდებობის პირების, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, გენშტაბის ხელმძღვანელის მესეჯ ბოქსებიდან გამოვიტანოთ დასკვნა, რაზე აქცენტებს, რაზე აკეთებს ისრაელის ომის კაბინეტი ახლა გათვლას. ყოველ შემთხვევაში გუშინ მედია სივრცეში არ გაჟღერდა, ყოველ შემთხვევაში ისრაელში დიდი ამბავი იყო. ახლა ისრაელის ომის კაბინეტის მთავარი გზავნილი არის, რომ ყველა ირანელთან მიიტანონ ინფორმაცია, რომ ისრაელი არ წარმოადგენს საფრთხეს. მთელი ამ მრავალი წლის განმავლობაში რა ნარატივიც იყო, როგორც ყვებავდნენ პროპაგანდას ირანში, ახლა ისრაელისთვის მთავარი გზავნილი არის, რომ მოახერხონ ირანელი მოსახლეობის ინფორმირება, გაატეხეს ჰაკერული თავდასხმებით ტელევიზიები და ნეთანიაჰუს ჩვენება გაუშვეს სპარსულის სუბტიტრებით და სხვა შორის ბოლო გამოსვლაც, როდესაც ნეთანიაჰუს ჰქონდა, არაკეთებს მნიშვნელოვან გზავნილებს, არაკეთებს მნიშვნელოვან განცხადებებს, როგორ წარმოუდგენია რა იქნება მომავალში. პირველი განცხადება არის ის, რომ ისრაელი კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვან სამხედრო სტრატეგიული ობიექტების განადგურებას ირანში და ამას მოყვება ხოლმე მეორე მთავარი მესეჯი და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ხოლმე ეს, რომ ნეთანიაჰუს მთავარი გზავნილია ეკუთვნის ირანელ მოსახლეობას, რომ ახლა ირანელმა მოსახლეობამ უნდა იაქტიურონ. მადლობა მიშა, დავემშვიდობოთ დროებით და შემდეგ პოდკასტამდე ასე ვთქვათ, ეჭვი მაქვს, რომ არ დამთავრდება მანამდე ეს ყველაფერი და შენს დრო გექნება, რომ დაგვიბრუნდე კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა. მშვიდობიან ცას გისურვებთ. თქვენ კი თუ ამდენი ხანი გვიყურებთ და ჯერ არ დაგიკომენტარებიათ, არ დაგილაიქებიათ, რასელოდებით, ახლა ძალიან სწორი დრო არის მაგისთვის, დაალაიქეთ სასწრაფოდ ვიდეო, კომენტარებში გამოთქვით თქვენი აზრი, თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, მორჩილოს თქვათ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ეს ჩვენ დაგვეხმარება გაზდაში. შესაძლოა კავკასიაზე გვიყურებდეთ, მადლობა ამისთვის, ამ შესაძლებლობებისთვის კავკასიას, თუმცა შეგიძლიათ YouTube-ზეც გამოყვეთ და იქაც გვიყუროთ და ახლა ჩვენ გავაგზავნოთ იმ თემით, რაზეც ჩვენ გინდოდა საუბარი, ნატოს ჩართულობის პერსპექტივა და თამარიც გავააქტიუროთ აქვე ბრიუსელიდან. პირველად დაფიქსირდა ამ 5 დღის განმავლობაში თურქეთის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტა და ის ჩამოაგდეს ნატოს ძალებმა. ასე არის ყოველ შემთხვევაში არტიკულირებული და გავრცელებული ინფორმაცია. ამაზე მეტი ხომ არ ვიცით რამე, რას აპირებს ნატო. რამდენად
პერსპექტივაში შეიძლება. დღეს მე რასაც ვაკვირდები და შენ რას თქვი ბექა არის ის რომ ისრაელი რას გადავეკიდე. ირანი მაქსიმალურად ცდილობს რომ რაც შეიძლება გააფართოვოს რეგიონი, რომელიც ჩართული იქნება ამ ომში, იმიტომ რომ შენ რომ დაგარტყამენ, შენც რამით უნდა უპასუხო. შესაბამისად რას ველოდებით ნატოსგან ამჯერად? ხო, მან საინტერესო ასევე საფრანგეთის გადაწყვეტილება თამართან ალბათ ეს თემაც გავშალოთ. კარგი იქნება რომ გაგზავნეს მათ შარლ დე გოლის სახელობის ეს რა ქვია ხომალდი ავიამზიდია ანუ ეს არ მინდოდა რომ შეცდომა და მეშვა ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ხომალდი გაიგზავნა იმისთვის რომ საფრთხეების განეიტრალებაში დაეხმარონ ეს მოყვა კვიპროსზე თავდასხმას ხო ასეა ბრიტანეთის მხრიდანაც იყო ანალოგიური ქმედებები და მათ უკვე გაავრცელეს პირველი კადრები როგორ ანეიტრალებენ საჰაერო საფრთხეებს ასევე ხო ნუ პრინციპში საფრანგეთი და ბრიტანეთი გამოიკვეთა ამ შემთხვევაში უშუალოდ ეს ჩართულობის ნაწილში თუმცა ვისმენთ სხვა თქვათ მხარდამჭერ განცხადებებსაც ხო ანუ როგორ რეაგირებს ამაზე ევროპა როგორ რეაგირებს ნატო და თურქეთი ხო ნუ თურქეთი ძალიან საინტერესოა ავიამზიდია ხო ოკეი თამარ სალამი ხო საღამო მშვიდობის მეგობრებო ძალიან საინტერესო იყო მიშას მხრიდან ბოლო ინფორმაციის მოწოდება რაც შეეხება ნატოს გუშინ გაკეთდა ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან განცხადება და პირიქით დაფიქსირებული იყო რომ ნატო არ ერევა ამ კონფლიქტში თუმცა ტრადიციულად ასეთი შეფუთვა ხდება ხოლმე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისგან ასეთი შეფუთვა არის და იყო უკრაინასთან მიმართებითაც რომ ორმხრივ დონეზე ნატოს წევრი ქვეყნების საქმე არის რასახის დახმარებას გაუწევენ სხვადასხვა ქვეყნებს დღეს ჯერჯერობით გამოხმაურება თურქეთის ამბავზე ნატოს მხრიდან არ ყოფილა პოდკასტი როცა გავა უკვე ეთერში მაშინ შეიძლება უკვე მეტი ინფორმაცია იყოს და შესაძლოა რაღაცა სხვა პოზიცია ან სხვა განცხადება იყოს გაკეთებული მარკ რუტესგან ასევე ვიცით რომ არ მოქმედებულად არ მოუთხოვია ამ ეტაპზე ხო თუ ბოლო ინფორმაცია რამე გამოჩა არ მოუთხოვიათ მეხუთე მუხლთან დაკავშირებით საკითხის გააქტიურება ასე რომ ნახოთ იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები რომ როცა ჩვენი ეს ეპიზოდი იქნება ეთერში კაცმა არ იცის რა იქნება იმ დროისთვის ეს ერთი ნაწილი ეხლა მეორე კიდე საინტერესო ახსენე შენ ბექა კვიპროსთან დაკავშირებით და არ დაგვავიწყდეს რომ კვიპროსი მართალია არ არის ნატოს წევრი ქვეყანა მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და თან თავმჯდომარე ქვეყანაა და სწორედ ამ ვითარების გამო და რაც ხდება კვიპროსთან დაკავშირებით მაგალითად ორშაბათს გადაიდო არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის ევროპის საკითხების მინისტრების ორდღიანი შეხვედრა უნდა ყოფილიყო კვიპროსზე და ვერ მოხერხდა ანუ გადაიდო ეს შეხვედრა ჩაიშალა ფაქტიურად შეხვედრა სწორედ ამ ვითარების გამო დღეს ბელგიაში ბელგიის პარლამენტში იყო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი რომელსაც არაერთ შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა, რადგანაც თუნდაც ბელგიაში პატარა ქვეყანაა ბელგიის სამეფო, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არის, რა უნდა ქნას თუნდაც ბელგიამ და ერთის მხრივ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მაგალითად კვიპროსთან მიმართებით ვალდებულია ბელგია თუ კი იქნება დახმარებაზე რაღაცნაირი მოთხოვნა ან თხოვნა ამ შემთხვევაში ვალდებულია რომ დაეხმაროს ასევე პარტნიორ ქვეყნებსაც დაეხმარებაო ბელგიაო და გულისხმობდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს და იმ ქვეყნებს რომლებზეც მოხდა ასევე ირანის მხრიდან თავდასხმები თუმცა ის იძახის რომ ასე რომ პირდაპირ მაგალითად ბელგია ჩაერთოს რაღაც
საომარ მოქმედებაში ამ ეტაპზე არც განიხილება და ზოგადად სხვათა შორის რომ თქვა და ეს ალბათ უცხო არც თქვენთვის არ არის და არც მაყურებლისთვის არ იქნება აქ ევროპელი პოლიტიკოსები პოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ ასევე საუბრობენ კიდევ ერთხელ აი ამ საერთაშორისო წესრიგზე დამყარებულ წესებზე და იმაზე არის დისკუსია რამდენად ჯდება ეს ყველაფერი ამ წესრიგში არ ვიცი აი თქვენც თუ დამეთანხმებით მე რომ მკითხოთ რამდენად ჯდება შტატების და ისრაელის ოპერაციის დაწყება თქვათ რა ხო მაგრამ მე რომ მკითხო მასე რუსეთი რო შეიჭრა 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში ის ჯდებოდა და რა ვიცი ანუ ცოტა ისეთი საკითხი არის თუმცა მეორეს მხრივ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს IRGC ანუ ასე თუ შევხედავთ ხო მან არ არის მარტო ევროპული საკითხი ამერიკაშიც აქტიური განხილვები მიმდინარეობს მაგის მათ შორის კონგრესის განებართვა რა თუ არა იყო და მე მაგიტომაც ტრამპი ამბობს რომ ეს ომი არ არის და ეს სამხედრო ოპერაცია დაამჭირდებოდა და იქ ტერორიზმის ფაქტორები შემოდის და ეს მოცემულობა გვაქვს ახლა ესეთი რა ტრამპის ოვალურ კაბინეტში მივეც შესვლის შემდეგ ფაქტი და ფაქტობრივი მოცემულობა ის რომ საერთაშორისო სამართლზე დამყარებული სამყარო თავდაყირა დადგა და თუ კი კიდევ ერთხელ არაერთხელ მithქვას ამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ თუ კი მანამდე ასე ღიად და აქტიურ და პირდაპირ მხოლოდ პუტინი არღვევდა ამ საერთაშორისო სამართალს და ამ წესრიგს, რომლის დაცვასაც დანარჩენი სამყარო ცდილობდა, ახლა უკვე ტრამპი და პუტინი ერთად ცდილობენ. თავის მხრივ იგივე მადუროზე განხილვის მადუროს მოტაცების სპეცოპერაცია ხო, იგივე ეს ირანის. რა თქმა უნდა, მე არ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქნება იქ მუხლები, რომელსაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს, ხო? არ ვიცი, ამის სპეციალისტი არ ვარ. მაგრამ მეორე მხრივ ფაქტობრივი მოცემულობაც არის ის, რომ ირანი თავის მხრივ საფრთხეს უქმნიდა და უქმნის რეგიონს თლიანად. და რასაც შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ძალიან მალე უკვე ირანს ექნებოდა ბირთვული იარაღი და მერე მისი შეკავება უკვე სიგიჟესთან ახლოს იქნებოდა, ესეც არის, ასე ვთქვათ, ლოგიკაში შეიძლება ჩავსვათ. თან მანდ კიდევ ერთი შემოდის იგივე ერაყის ფაქტორი, ხო, რომ მაშინაც რაღაცა ეს ამერიკულ შიშებზე დაყრდნობით შევიდნენ ერაყში და მერე რაც მოხდა. შესაბამისად, ხო, ძალიან რთული საკითხია ამ ეტაპზე, სანამ ომი ასეთი ცხელია და სანამ კონკრეტული ფაქტები უფრო ნათელი გახდება და ბრუსით არ იქნება მოცული, ალბათ ჯობს რომ კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბროთ და დანარჩენი შეფასებები მე გავაკეთოთ. აქვე კიდევ ერთი თემა მინდოდა შემომეტანა. აი ეს ფრანგული გემების დაძვრა რეგიონისკენ. მანდ გამორჩა მე საბერძნეთის ხსენება წეღან რაც კვიპროსთან მიმართებით პირველი ნაბიჯი იყო გაუშვეს საზღვაო ძალებიდანაც დახმარება და გავია გამანადგურება. უბრალოდ აქ ერთი კონტექსტის შემოტანა მინდა რამდენად სუსტდება ბალტიის ზღვა აი ამ ევროპული გემების აქეთ რეგიონზე გადმოსვლით, იმიტომ რომ რეალურად იქიდან უნდა წამოიყვანონ აქეთ გადმოისვლონ. და ხომ არ გაუხსნის ეს პუტინს მოქმედებისთვის ხელფეხს. როგორ ფიქრობ საკითხი, არ ვიცი. ერთი რამ ცხადია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ფაქტია, რომ ჩრდილში მოექცა ამ პროცესიდან გამომდინარე. გადავხედოთ ჩვენს YouTube არხებს და ჩვენს აღარა გვაქვს დრო მაგ. კი და ნუ მეორე არის მან საინტერესო ასევე, რომ თავად რუსეთს რამდენად შესწევს იმის ხო, ამიტომ ამის განხილვა მინდოდა, როგორ ფიქრობთ? გიორგი. იცით რა, მან ერთი რაღაცა არის. პირველი პატარა რეპლიკით მინდა გამოვეხმაურო შენ სპიჩს და თქვა ეგეთი რაღაცა, რომ ძველი გამონათქვამია, როდესაც ზარბაზნები ქუხან, იქ დიპლომატები ჩუმად არიან, ხო? ანუ ახლა ზარბაზნები ძალიან აქტიურად ისვრიან და რაკეტები დაფრინავენ და ასე შემდეგ და ყველაზე მძიმე მომენტი ის არის, რომ ეს ყველაფერი ეხება ჩვენს უშუალო რეგიონს, ანუ რეგიონს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. და ის გარკვეული ცნობები, რომელიც ვრცელდება რეგიონში, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების სამიზნეებად ქცევის შესახებ იწვევს სერიოზულ შეშფოთებას. კითხვის ნიშნებს. ჩვენთან, ანუ შეშფოთება არის პირველ რიგში, ხო, ანუ ის რაღაცა წყვეტილი ინფორმაცია, მე არ მინდა რაღაცა პანიკა შემოვიდანო ან დავთესო, მაგრამ ის მაგალითად რაც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა, რომ შესაძლოა ვიღაცა იყოს სამიზნე, ის სტრატეგიული მარშრუტები, რაზეც მან მედიაში
მედიებში იყო საუბარი, ასევე მოდი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე სახელს არ დავასახელებ, ეგრე ვარ გამოდივიდეს, თუ კი ვინმე გვიყურებს, თქვათ, ხო, რაზეა საუბარი, რომ გავრცელდა შესაბამისი რეგიონის. კი ბატონო, ხო, რომ ესე იგი პირველ რიგში საუბარი იყო სომხეთსა და აზერბაიჯანზე, როგორც სამიზნეებზე, ასევე იყო ბაქო-თბილისი, სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიხანი მილსადენებზე, ხო? ანუ რა შესაძლოა იყოს ეს ყველაფერი სამიზნე. ნუ ეს არის აქ მნიშვნელოვანი რა არის, ბოდიში გიორგი გაწყვეტე, აქ მნიშვნელოვანია ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, ეს არ არის რაღაცა დასავლური წყაროები ან რაღაცა, ხო? ანუ რეგიონის მედიები არის, რომელიც ერთის მხრივ შესაძლოა პროპაგანდისტული მიზნებით იყენებდნენ ამას, თუმცა მეორეს მხრივ შესაძლოა გარკვეული ინფორმაცია გქონდეთ კიდევაც. ხო, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას. ვისგან უნდა გქონდეთ ინფორმაცია, აი ძალიან ირანში, ვინც უშო ვიღაცა ხო, ანუ ამით დავიწყე პრინციპში ლაპარაკი, რომ მათი მიზანი არის ტერორის გამოწვევა ახლა. იმის რომ ეხა შეჩერდით, თორე უარესი მოხდება, მაგრამ არ ვიცი, ხო, კაი, თქვენ დაასრულეთ გიორგი და მე შესაძლოა იყოს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია, შესაძლოა იყოს რაღაცა სხვა მიზანს ემსახურებოდეს ამ ინფორმაციის გავრცელება და ნუ ასე შემდეგ. ამას რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ უფრო საყურადღებო ჩვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რა არის, რომ ჩვენაირი ქვეყანა, ანუ ჩვენაირი კი არა, საქართველოს დღეს, ეს არის უსუსტესი ქვეყანა რეგიონში, რომლის სამხედრო ბიუჯეტი არის რეგიონში ყველაზე დაბალი, რომლის შეიარაღება პრაქტიკულად, ნუ როგორ გითხრათ, ასევე ყველაზე დაბალია. ეს არის ქვეყანა, ჩვენი სამშობლო საქართველოს, რომელზე სტრატეგიული დოკუმენტების განახლება არ მოუხდენია აგერ ბოლო რა ვიცი 10 წლის განმავლობაში უკვე დოკუმენტების შეიარაღების განახლება არ მოგვხდენია. სტრატეგიულ დოკუმენტებში ვინ მოყარიან, ვინ მტერია და ასე შემდეგ, ანუ საერთოდ მორღვეულია მთელი უსაფრთხოების სისტემა, ამას ემატება ის, რომ არა გვაქვს არანაირი სათათბირო ორგანო, როგორც იყო კრიზისების საბჭო თუნდაც შემდეგ, არ გვაქვს აი ესეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები. პოლიცსაბჭო გვაქვს სამაგიერო. პოლიცსაბჭო მიიმსჯელა მე ამერიკულ ვითარებაზე, რა ვიცი. ჩვენ არ ვიცით ყოველ შემთხვევაში. ანუ მე მიშას წუილა არ ვკითხე, რომ მოსახლეობის ინფორმირება როგორ ხდება მეთქი, ხო? ანუ მუდმივად ხელისუფლება ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას თუ რა ხდება, არა მხოლოდ შეტყობინებების თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოს, შეტყობინებების სისტემის გამართულად მუშაობა, ზოგადად მუშაობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ხო? იმიტომ რომ ამდენი ომი გამოვიარეთ და დღემდე არ აქვს არც თავშესაფარი, არც ნუ ასე შემდეგ, ხო, აღარ მინდა რაღაც ანუ შეგვიძლია გავშალოთ კიდევაც შემდეგ პოდკასტებში ეს თემა. ანუ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ძირითადი საუბრის თემას, ეს არის ის, რომ საქართველო არის ყველაზე მოწყვლადი რეგიონში და ღმერთმა დაიფაროს თუ კი აი ამ მედიაში მიზანმიმართულად თუ ისე გაჟონილი ინფორმაციის თუნდაც 1/4 იყოს მართალი, ჩვენ ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ ვართ და ამ საფრთხეების ანალიზი სამწუხაროდ არ არსებობს. იქნება არსებობს და უბრალოდ ჩვენ არ გვეუბნებიან. ნუ მაშინ რას ანალიზი. მაგიტომ უსვამს გიორგი ალბათ ხას, რომ ეგ არის სწორი, რომ საათობრივად ნეთანიაჰუ რო დგას ეთერში. მეგობრებო, რაში გამოიხატება, ხო? ანუ ჩვენ ვართ გადასახადის გადამხდელები. ჩვენ ვიხდით ამ გადასახადებს. ჩვენ უხდით ამ ხალხს გადაწყვეტილების მიმღებებს, ხელფასებს. 13000-ია, 16000-ია თუ რაღაცა ჩვენი ჯიბიდან მიდის ეს. შესაბამისად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნვა არის ამ ხალხის პასუხისგებლობა და არასკვისი. და აი ამ პასუხისგებლობის არარსებობაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ჩვენ. აი სულ რო არანაირი საფრთხე არ არსებობდეს და ეს ინფორმაცია რაც გავრცელა იგივე ბაქო-თბილისის-ჯეიხანზე იყოს ფეიკი, ხო? ანუ ვინმე ხო უნდა გამოიწვია და ხო უნდა თქვას ხალხო არ ინერვიულოთ. ყველაფერი ანუ და ნუ დამატებით კიდევ თქვას, რომ რაღაც თავდაცვა შეგვიძლია. მით უფრო რომ ეს ირანი ხო, ბოდიში, ეს ირანი ხო ის არის რა ქვია, სტრატეგიული ახალი პარტნიორია ჩვენი, ხო და რომ გამოვიდნენ და თქვან რომ არა პარტნიორი არ და რაღაცა ინფორმაცია ხო უნდა მოგვაწოდონ. სხვათა შორის აი ძალიან მაგარ თემას შეეხე. რა მოიცა რაღაცა მოგვაწოდოს, მგონი გამომჩა. მოგვაწოდეს ხო, არ უსმიდეთ შალვა პაპუაში. არა, ბოდიში გაიხედეთ, გამოიხედეთ რა ხდება. ეგ წინა.
გაიხსენე რომ ქართველი ხარ. ხო, ქართველი ხარ და რა მშვიდად ცხოვრობოდა. ხო, სადაც რა ვიცი, პირველ დღესვე პუტინმა უშიშროების საბჭო მოიწვია. აგერ ბრიუსელში ხვალ კიდევ ერთხელ საგანგებო ონლაინ შეხვედრა ექნებათ საგარეო საქმეთა მინისტრებს და მთელი მსოფლიო მართლა რაღაცნაირად სავარაუდო სცენარებს მაშვება და თა როგორ დაიცოს თავი და ჩვენთან მე მგონი უშიშროების საბჭო საერთოდ აღარ არსებობს და სადმა შეკრებილი იყვნენ. ერთი კიდევ ერთი ხაზი მინდა შემოვიტანო, ეხლა ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით. ნახეთ, აბსოლუტურად მოყვებით 100%-ით იმაში, რომ არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს და ეს აუცილებელია ასე დროს რომ არსებობდეს. საათობრივად ხალხი დგას და ხალხს თავის მოქალაქეებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლებები აყენებენ საქმის კურსში და ახლა მინდა კიდევ ერთ რამეს შევეხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ანძები ვანათეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები კარგ ურთიერთობებში არიან, არ ვიცი ბიზნეს, პოლიტიკურ თუ ასე შემდეგ, ძალიან მარტივი და შიშველი სიმართლე. ომანი, რომელიც იყო მომლაპარაკებელი, შუამავალი რგოლი, აი აგერ ახლა 2 კვირის წინ და ატარებდა შეხვედრებს ვიტკოფთან და კუშნერთან და ასე შემდეგ და იქით მასთან საგარეო საქმეთა მინისტრ არახჩისთან, ომანი გახდა დარტყმის სამიზნე. თურქეთი, რომელიც უკან რომ გადავიდეთ ცოტა, ჯერ კიდევ 7 ოქტომბრის მოვლენები გავიხსენოთ, ან თუნდაც მანამდე ყოველთვის იჭერდა უფრო როგორც ასე ვთქვათ, არ იჭერდა არაისრაელის მხარეს. მე მახსოვს ძალიან კარგად იგივე ჰეზბოლას ამბები რო იყო 7 ოქტომბრის მერე და დიდი განცხადებები და ფეხებს რო აბრახუნებდნენ და რო იმუქრებოდნენ, მაგ პერიოდში გამოდიოდა ერდოღანი და მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა. მეორეა ის რას აკეთებდა რეალურად საქმეში, მაგრამ პოზიცია ყოველთვის ასეთი ჰქონდა. აი ამ პირობებშიც კი ეს სახელმწიფოები დღეს აი ახლა გახდნენ სამიზნე იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც ყველაფერზე არის წამსვლელი, რომ თავი გადაირჩინოს. და მაინტერესებს ძალიან მარტივი კითხვა ჩნდება, რატომ არის გარანტია ვინმესთან კარს მიღმა თუ რაღაც კადრს მიღმა ურთიერთობები, რომელიც არ ვიცით საერთოდ, რომ ჩვენ ამ ხრივ ვართ რაღაცისგან გარანტირებული. ისევ და ისევ ომანის მაგალითი ავიღოთ, ის პატიოსანი კაცი იჯდა იღიმოდა იქ მიუხედავად იმ დაძაბულობისა, რაც იყო, ხო? და ნახეთ იგივე გარშემო ქვეყნებზე რაც ხდება. ბექა, შენ მაგ შეკითხვას მე მგონი გაგრძელება აქვს, კიდე გაგრძელება იცი რა აქვს და პლუს ამისა რომ გაინტერესებს, ასევე საინტერესოა ამ ვითარებაში ვინ არის ჩვენი დამცველი და ვინ ყავს პარტნიორი გარშემო, რომელიც ანუ საბოლოოდ ხომ არ მივდივართ. გაუშვა სადღაც გემი და ბელგია რო ამბობს რომ კვიპროს დაეხმარება, იმიტომ რომ პარტნიორია და ევროკავშირის წევრია, ჩვენ ასეთ ვითარებაში თუნდაც ესეც ხომ უნდა იყოს გათვლილი, რომ ასეთი რისკის ფარგლებში და ასეთი გამოწვევების დროს პოტენციალურად ვინ შეიძლება დაგიცვას და ვინ იყოს შენ გვერდზე. ზუსტად მაგას ვამბობ, თამარა, ჩემი საუბრის მეორე ნაწილი შეეხება ზუსტად მაგ თემას რა, რომ როდესაც შენ გაქვს კონფლიქტი ყველასთან ირგვლივ, რაღაცის ხარჯზე მაინც უნდა ბობოქრობდე, ხო? და ეს რაღაცის ხარჯი უნდა იყოს ძალა. ანუ რაღაცა ძალაზე უნდა იდგე. პირობითად უნდა ყავდეს ძლიერი ჯარი, უსაფრთხოების ძლიერი ძალები, რაღაცა კონტრდაზვერვის და დაზვერვის შესაძლებლობები უნდა გქონდეს. და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, არ ვიცი ეს სად არის დამალული. ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად ქვემო ქართლში საკვირაო მეჩეთებში, საკვირაო ლოცვის დროს მეჩეთებში არის მოწოდებები, რომ წავიდნენ და დავეხმაროთ იქ ვიღაცას. აი ამას ვინ აკონტროლებს? მართლა წავიდნენ, არ წავიდნენ? მათი მაგალითად დაჯავშნის თუ ასე ვთქვათ იმის დონე როგორი არის, ვინ სად მიდის, როგორ მიდის, კიბერუსაფრთხოება გვაქვს თუ არა და პენეტრაცია სად არის უფრო, რომელი მიმართულებიდან არის. ანუ აღმოჩნდა რომ არც საჰაერო თავდაცვა არ აქვს, ანუ ფიზიკურად ვერ მოვიგერიებთ ვერაფერს, ხო? არც საზღვაო ძალები არ აქვს, არც საჰაერო ძალები არ აქვს, რომ თვითმფრინავი ავაფრინოთ და ჩამოვაგდოთ რაღაცა, ხო? ნუ ყველაზე მოწყვლადი და მაშინ რის ხარჯზე არის ეს ბობოქრობა? ჩემთვის გაუგებარია და იქნებ თქვენთვის არის გასაგები.
და აბსოლუტურად გასაგებია ჩვენთვის ყველაფერი. ჩვენ გვაქვს სუვერენული დემოკრატია, არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რაში გვჭირდება რომელიმე პარტნიორი, რომელიც ჩვენ მიგვითითებს რა უნდა გავაკეთოთ საერთოდ. არაფერს შეიგენი ჩვენ არ გვჭირდება, გვაქვს ჩვენიერი სუვერენული დემოკრატია, ვართ ესეთი თვითყოფადი, ძალიან მაგარი და ვისაც უნდა ის მოვიდეს, აბა ერთი რას იზამენ. და გვაქვს კარგი კანონმდებლობა, ძალიან გადასარევი კანონმდებლობა, გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც არანაირი პრობლემა არ აქვს და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, რა საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, საერთოდ რა წამოვა რაღაცა, ჩამოვაგდებთ, ვერ ჩამოვაგდებთ, რამე სხვას მოვიფიქრეთ. თავარია ჩვენ გქონდეს სუვერენული დემოკრატია და არ გაბედოს არავინ ჩვენ შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ჩვენ არ გვჭირდება მაგათი არაფერი, არც მაგათი დაცვა გვჭირდება და საერთოდაც ეხლა რა. კარგით, მე ვეცდები ახლა რომ ჟანრში, სხვა ჟანრში გადავალყო ჩაგვადი. კარგი იყო. ეს რა ქვია, რაზე მინდოდა საუბარი ხან. ერთია ხო, ეს რისკები არსებობს და ამის არ დაშვება უბრალოდ იქნება რაღაცა აბსურდი, რომ არ ვილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ თან არ მინდა რომ გავაბუქოთ ახლა სიტუაცია და ვთქვათ რომ აი რაღაცა გარდაუვალი საფრთხეები გველოდება და მოდით გთავაზობთ რომ რეალურად შევხედოთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არის ახლა ირანის რეჟიმი და ის ნარჩენები, რაც მათი თავდაცვის შესაძლებლობებიდან დარჩა. 100 საათის გასვლის შემდეგ ოპერაციის დაწყებიდან ცენტრალურმა სარდლობამ გააკეთა მოხსენება კომუნიკაციის ნაწილზე, რადგან საუბრობდით, ესაც მაგის ნაწილია. არამხოლოდ ცენტკომის ხელმძღვანელობამ იქ ჰეგზეტი დადგა ტრიბუნასთან, აქეთ დაიყენა გაერთიანებული შტატების უფროსი და ასე შემდეგ. ისრაელზე აღარ ვლაპარაკობ თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე რომ შეხვიდეთ, ყოველ ნახევარსაათში პოსტებს დებენ, სად რა გაანადგურეს და მეტიც თავის მოსახლეობას კი არა, ირანის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ეხლა მაგალითად საკომუნიკაციო ცენტრები უნდა დავბომბოთო და 2-3 საათით ადრე პოსტი გაავრცელეს სპარსულად, რომ გამოდითო მანდედან თუ მანდ ხართო. რისი თქმა მინდა, რეალობა არის ესეთი, რომ მართლაც პირწმინდად განადგურებული არის და ეს ფაქტებით დასტურდება უკვე მათი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია პირველივე საათებში. ხო, ანუ პირველივე დღის შემდეგ საჰაერო დომინაცია შედგა და ახლა დღეისათვის უკვე იმ დონეზე არის საქმე მისული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მეორე ფაზაზე გადავიდა თქვენს, რომ ჩვენ უკვე თამამად ვიყენებთ მძიმე ბომბდამშენებს ირანის მთელ ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ საჰაერო თავდაცვა მორღვეული აქვთ. დღევანდელი სულ ახალი ინფორმაცია არის კიდევ ის, რომ წყალქვეშა ნავის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წყალქვეშა ნავის გამოყენებით პირველად შტატებმა ჩაძირა მოწინააღმდეგის ხომალდი ინდოეთის ოკეანეში შრი-ლანკასთან ახლოს და დასახელდა რაოდენობაც რომ 20 ხომალდი არათუ ყურეში, არამედ ზოგადად რაც კი გააჩნდათ არსენალში, ასე ვთქვათ, საზღვაო ძალები აღარ არსებობს ირანის. ანუ საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები არ არსებობს, საჰაერო თავდაცვა არ არსებობს. ხო, ნუ მინიმუმ საჰაერო საწინააღმდეგო. ბალისტიკური რაკეტების გამოყენების მაჩვენებელი მცირდება, რჩება საფრთხე დრონების თვალსაზრისით, რომელსაც ისვრიან ასე უმისამართოდ და ყველასთვის დასაშინებლად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 4-5 დღე არის ჯერ გასული და წინ არის კიდევ პროცესი და ამერიკა ანონსებს, რომ ჩვენ უკვე სიღრმეებში ვიწყებთ დარტყმების მიტანას, ნიშნავს, რომ პირველი მთავარი სამიზნე არის ეს სწორედ ეს არსენალი, რომელსაც ასეთი ინტენსიური შეტევების ფონზე ორი სუპერძალა როდესაც ურტყამს ამ ტექნიკური შესაძლებლობებით, რაც მათ გააჩნიათ ახალ რაკეტებს ცდიან ახლა ბრძოლის პირობებში, მათ შორის ახალი ტომაჰავკები და რაღაცა კიდე ჰაიმარსით გაშვებული ახალი რაკეტების შესახებ ვკითხულობდი ინფორმაციას, ხო? ეს არის სულთა სამხედრო ტექნიკური ნაწილი. ამას რომ დაუმატოთ ახლა ჩვენ მართვა. ადევნებთ თუ არა თვალს მაყურებელს, რა ვიცი, გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ ვადევნებთ, არის უამრავი კადრი ინტერნეტ სივრცეში და დადასტურება იმისა ოფიციალურ დონეზე მათ შორის რომ სამეთაურო პუნქტები არის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და დღეს ალი ხამენეი არ გვიხსენებია და ალი ხამენეი არ უნდა გამოხრჩეს. ლიკვიდირებული არის სულიერი ლიდერი, უბრალოდ შემდეგ შეიკრიბა საბჭო, რომელსაც ახალი სულიერი ლიდერი უნდა
აერჩია და აი ამ არჩევის პროცესში მოხდა დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ეს საბჭო იყო შეკრებილი. ამას დაუმატოთ გენერლები პირველივე დღეს ცნობილი გახდა რომ 8 უმაღლესი რანგის, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, IRGC-ის შტაბის უფროსები და ძალიან მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები გაათავისუფლეს. აბას არახში კი იძახის რომ ჩვენო ჩავანაცვლეთ ეგ ხალხი და პრობლემა არ არისო, მაგრამ ცოტა ვისაც გაეგება აი ამ ქაოსის პირობებში და ამ ხელა დარტყმების პირობებში ესე მარტივი რომ ჩანაცვლება არ არის ძალიან ცხადია ეს ყველაფერი და თქვენს დაამატეთ ამაზე და ხედავთ მე მინდა ერთი ფაქტი მოვიყვანო ასევე დღეს ვნახულობდი კადრებს სადაც სკოლებში არიან გადასული შტაბის შეხვედრებს ატარებენ ეს ბასიჯების კორპუსი და ვიღაცები იქ. ანუ მათი ინფრასტრუქტურა და სამეთაურო რგოლი ფაქტობრივად ამ 4-5 დღის შემდეგ არის მორღვეული. მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა არის მორღვეული და აქედან გამომდინარე უბრალოდ ჩემ პროგნოზს ვამბობ რომ დიდი ხანი მათი მხრიდან საფრთხეები შენარჩუნებული იმ დოზით რა დოზითაც თუნდაც წინა დღეების განმავლობაში არსებობდა ვეღარ იარსებებს. და დამატებით თქვენ დაამატეთ ახლა რას ფიქრობთ აი საფრთხეების თვალსაზრისით მათ შესაძლებლობებს. ან საფრთხეები კი რაც დრო გადის მით უფრო ნაკლები ძალა რჩება ირანს იმისთვის რომ რაღაც წინააღმდეგობა გაწიოს და ნამდვილად გამოლევადი რესურსია ის რაც ირანს გააჩნია მით უფრო იმ ფონზე როდესაც ესეთი ძლიერი დარტყმები ხდება და ეს დარტყმები უფრო ძლიერდება, ხო არ სუსტდება. პირიქით ძლიერდება, უფრო ინტენსიური ხდება, უფრო სიღრმეებში ჩადიან. თუმცა აქ ეხა ჩემი აზრით შემოდის მეორე და მთავარი საკითხი, როგორ გაგრძელდება ოპერაცია. და რაც ჩვენ დასაწყისში ვახსენე, ხო იქ ქურთების შესაძლო შესვლა სახმელ, ანუ ჩვენ პრინციპში, როდესაც ამ საკითხებზე საუბრობთ, ყოველთვის ვამბობთ, რომ თუ არ არის boots on the ground და არ არის აუცილებელი, რომ მაინც ამერიკელი ჯარისკაცები ან ისრაელელი ჯარისკაცები იგულისხმოდეს, თუ ხმელეთზე არ ხდება მოქმედება, მხოლოდ ავიაიერიშებით გამორიცხულია, რამდენიც არ უნდა მოკლან, ძალიან ბევრი არიან და ვიღაცა ყველაზე დაბალი რანგის ჩინოსანი მაინც დარჩება, ვინც აღადგენს მერე მკვეთრით აი ამ რეჟიმს, ხო? ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი თვალდათელი მაგალითი მე-5 წელი დაიწყო რუსეთი ბომბობს გაუთავებლად უკრაინას ყოველდღიურ სტატისტიკას ვაწარმოებთ აბა დღეს რამდენი შაჰედი დაიცა, რამდენი ბალისტიკური დაიცა, და ეს არ არის ხო ერთეულებზე ლაპარაკი, ანუ ასეულობით და ბალისტიკური შემთხვევაში ათეულობით და რაღაცა ფთოსანის შემთხვევაში ხო ესეთი ინტენსიური დარტყმები მიმდინარეობს 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ნახეთ რომ ამით უკრაინას არაფერი არ დაემართა. შესაბამისად, თუ კი მე ამ იგივე პოზიციაზე რჩები და თუ კი ირანში მხოლოდ საჰაერო და სარაკეტო იერიშები იქნება, იქ ყოველთვის იპოვნიან ადამიანს, ვინც აღადგენს მართლობის იმ რეჟიმს. მით უფრო რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს ამბავი, რომ ასე ცალმხრივი არ არის, რომ ირანში მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს. აქვს ჩვენ ნახეთ ახლა გამორიცხულია ბომბების წვიმაში ვიღაცამ გაიძულოს აიათოლას დატირებაზე ქუჩაში გამოხვიდე. ხო თუ შენ ამისი არ გწამს. ჩვენ ეს კადრები გვინახავს. კი, გვინახავს, ხო? შესაბამისად, მან ისეთი ამბავია რა, უნდა ფრთხილად ვიყოთ ყველა ვარიანტში, ანუ შაჰედებს ისვრიან რომ ბრმათ აქეთ იქით რომ ამბობ რა საიდან ვარ დაცული რომ ბრმათ აქეთ არა მე არ მithkomს რომ დაცული ვართ მე განმარტავ რას ვამბობ მე ვგულისხმობ იმას რომ ხალხში რომ არის ესეთი აზრები მუსირებს რომ აი მესამე მსოფლიო ომი და ისა ანუ მე ამას ვამბობ რომ ესეთი მასშტაბური საფრთხე როგორი დახატვაც პირველ რიგში თავად ირანის რეჟიმს სურს აი ამ განმარტებას გავაკეთებ მხოლოდ ამ ტიპის მასშტაბური საფრთხე ისინი ვეღარ იქნებიან. გამორიცხული არის. უბრალოდ ხა მაგ ლოგიკაში აბსოლუტურად მოყვები და მაგის მაგალით მე თვითონ ვიტყვი ჰამასი. აი ამ ხელა ღაზას სექტორში ჰამასი, რომელსაც აუთოვებდნენ ყოველდღიურად, მაგრამ მაინც რაღაცა ძალა არსებობს და დღემდე არის საუბარი იმაზე, რომ განვაიარაღოთო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰამასს ახლა მთელი მსოფლიოს დატერორება შეუძლია, ხო? ეს ძალები დასუსტდებიან, ეს ცალსახა ამ ოპერაციის შემდეგ. იმ მასშტაბის გათვალისწინებით დღეს აგერ თქვეს, რომ ერაყაზე ორჯერ მეტი რესურსი უკვე გვაქვსო გამოყენებულიო და ეს ჯერ დასაწყისია, ახლა ვხურდებითო და არ ვიცი, გიორგი აგერ უფრო გამოცდილი კაცია და მე მხოლოდ ერთ რაღაცას ვიტყვი მეგობრებო, რომ ჩვენ თავიდან აი რამდენიმე ეპიზოდის წინაც საუბრობდით არაერთ სცენარზე, ხო? ანუ 7-ზე მეტ სცენარზე იყო სინამდვილეში საუბარი, ხო? და აი სხვადასხვა რაღაცებს უყურებთ. რა თქმა უნდა, ეხლა ეს
ყველაფერი არის ისე ვინ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს, ხო? მათ შორის ირანი როგორ წარმოაჩენს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? თავისთავად ცხადია. მსოფლიო მოსახლეობის თვალში ეს ერთი. მეორე მოსახლეობა რაც აღნიშნე, რადი მოსახლეობის პოზიცია იქნება გადამწყვეტი, ცალსახად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთული იქნება ან წინააღმდეგობის გაწევა, ან პირიქით, ხო? და თავისთავად ცხადია, ხა ქურთები ჩაერთვებიან ბოლომდე თუ რა პოზიციით, იმიტომ რომ მან კიდე გასათვალისწინებელია თვითონ ქურთების პოზიციაც საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ დღევანდელი განცხადებების და გუშინდელის მათ შორის მზადყოფნა, მათ შორის ქალთა ქვედანაყოფების მზადყოფნაში მოყვანა და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს საკითხი არ არის მარტივი. გახსოვთ სირიის ომის სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების პერიოდში ქურთების საკითხი იდგა ძალიან მწვავედ დღის წესრიგში, ანუ სახელმწიფოს შექმნას გულისხმობ, ხო? ეს საკითხი წამოვა ყველა ვარიანტში წინ, თუ კი ქურთები რაღაცა ფორმით მაინც ჩაერთვებიან. აუცილებლად წამოვა. ანუ ყველაზე ცუდი რაც მან შეიძლება მოხდეს არის სირიიზაცია. რისი საფრთხეც ჩემი აზრით არის. ამაზეც საუბრობდით, ხო? იმ ერთ-ერთი სცენარი იყო სირიიზაცია და არავის არ უნდა სინამდვილეში რომ ესე აერიოს, იმიტომ რომ ირანი არ არის სირია, ირანი ეს არის უზარმაზარი ცივილიზაცია, უძველესი კულტურა და მნიშვნელოვანია ეს მიშა, რასაც ამბობდა, ხო, რომ ესე იგი ბიბიმ ანუ ნეთანიაჰუმ მიმართვა გაავრცელა სპარსელებს უგზავნიან ცნობებს იმის შესახებ თუ რა ობიექტს უნდა დაარტყან, ანუ ყველა ძალიან ფრთხილობს, ეს არ არის ცალსახარო ვიღაცა მარტო ადრესიაზე გადა. ეს არის სიფრთხილის პოლიტიკა, ძალიან ფრთხილად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, საბრძოლო ოპერაცია და ყველაზე მთავარი არის მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება. ასე რომ აი ამაზე იქნება აქცენტი აუცილებლად გაკეთებული, რომ თვითონ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ დაუშვას რაღაცა წარმონაქმნის გაკეთება, ხო? ანუ რაღაცა თავიდან არ შეიქმნას გუშაკთა კორპუსი, იმიტომ რომ თვითონ იმ გუშაკთა კორპუსს, თვითონ იმ არმიასაც, იმ გენერლებსაც, მაღალჩინოსნებსაც, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ყველანაირი სცენარი აქვს დამუშავებული, ხო? ანუ ცალსახად ცხადია, შენ როდესაც ხარ გენშტაბის უფროსი, იცი რომ ამუშავებ კარგ სცენარსაც, ცუდსაც, საშუალოსაც, ძალიან ცუდსაც და ასე შემდეგ. ამჟამად ისინი არიან ერთ-ერთ სცენარში და იმ ერთ-ერთი სცენარის მიხედვით მოქმედებენ. უბრალოდ გადამწყვეტი ჩემი აზრით იქნება ზუსტად მოსახლეობის პოზიცია და მოსახლეობის მხარდაჭერა, ხო? ანუ ერთი არის რომ ლომიან დროშებს აფრიალებენ, მეორე არის რომ რაღაცა TikTok-ზე და სადღაც რაღაც ქსელებში რაღაცა გამოსვლები აქვს, სოფლიოში გამოსვლები, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია. ნუ ეგ მაინც ირანის გარეთ ხდება ეგ ყველაფერი. ხო, ერთსულოვნება, აი ეს ერთსულოვნება გადაწყვეტ ძალიან ბევრ ამას. ერთ რეპლიკას გავაკეთებ, მაგნად ჩემთვის რა არის საგულისხმო, გარდა იმისა, რაც გიორგი მახსენა, რომ იქ ვიღაცები, ინფლუენსერები, ირანელები დროშებს აფრიალებენ, თავარი მაინც არის ქვეყნის შიგნით რა ხდება და მე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე ქვეყნის შიგნიდან გამოსულ კადრებს. მე დღეს მაგალითად ვნახე კადრები, რომ იცით ხო, რაც ქუჩიდან სახლებში გადაინაცვლა პროტესტმა, დაიწყეს ადამიანებმა აივენებიდან სკანდირება, რომ ფეხლები დაბრუნდება და ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში სიკვდილი ხამენეი არ გაჩერებულა და ახლა ახალ ხამენეიზე დაიწყება ალბათ და ნახეთ რა მოხდა. ამის ფონზე IRGC მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კოლაფსში არიან ახლა და ამდენი შტაბი ებომბებათ, რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა მოიცალა იმისთვის, რომ ხალხი გაუშვას ქუჩაში, დადიან მოტოციკლეტებით კოლონები იმისთვის, რომ შიში ისევ დათესონ, რომ ძალიან ეშინიათ ხალხის ქუჩაში დაბრუნების. ეს არის ფაქტი და დღეს ვნახე კადრები, რომ გარდა ამ მოტოციკლეტების კოლონებისა, აივნებიდან გამოსულ ხალხს ესროლეს. ხო, მაგას ყოველთვის იპოვეს რეჟიმი ძალას რომ აღდგეს თქვენ ზუსტად მაგ ხო, ანუ იმას ანუ მე აქედან ამომაქვს ის აზრი სწორედ რომ მოსახლეობაში არ აქვთ მაგათ არანაირი მხარდაჭერა. მით უმეტეს იმ ხელასისხლის შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ. ანუ კი არის რა თქმა უნდა ის ნაწილი ვინც დიდი ფული ჭამა ამდენი ხნის განმავლობაში და რეჟიმის ლოიალისტები იქნებიან ბოლომდე, მაგრამ რასაც ქვია ძალიან ბევრი არიან ისედაც და ეს ბევრი ბევრზე არიან რა ასე რომ ვთქვა. კი, ბევრი ბევრზე არიან, მაგრამ შორის უკვე ამბობენ რომ ოქრო და ფული გააქვთო ხო ნელ-ნელა. კი. და მე ვნა ბაზარში რა ხდებოდა იცით ხალხო. საითაც უნდა გაიტანონ, ეს არის ირანის ჩრდილოეთი მხარე, ჩრდილოეთ მიმართულება. ირანის ბაზარის კადრები თუ ნახეთ, სადაც ვერცხლი და ოქრო იყიდებოდა, რა ხდებოდა. სიგიჟე, ეგეთი რამე არ მინახავს, აი
და ძალიან იაფად იყიდება ეხა სხვათა შორის რუსები ყიდულობენ ძალიან ბევრს. კარგით. მე მგონი გავედით ბოლოში. მე მგონი დავასრულოთ, ეს თემა დაუსრულებელია, ჯერ ეხა იწყება და ვნახოთ. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, იმედია ჩვენი დისკუსია მოგეწონათ. და საერთოდ აქეთ დავამშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო თქვენთვის ეს ყველაფერი. თუ საინტერესო იყო, კომენტარებში დააფიქსირეთ, არ დაიზაროთ. ძალიან გთხოვთ, გამოგვიწერეთ, ეს მნიშვნელოვანი არის და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, სხვებსაც მოასმენინეთ ეს მსჯელობა. მადლობა, დროებით ნახვამდის.